გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. სანამ ჩაწერას დავიწყებდით, ლაპარაკისას უცებ გაგვახსენდა ერთი ვიდეო, რომელიც რა თქმა უნდა თქვენს ნანახი გაქვთ. ყველა მიცით ეს ლეგენდა ბავშვი. თვისაც ზოგადად დასასვენებლად ეს პარკი. კარგი. უთხარი არ ვარ ბაქა. კარგად ერთობიან ბავშვი. მოგწონს აქაურობა? რატო? სასწავლებლები დამწვეულია. სასწავლებლები არა. ვერ დადიან ახალი. სულ ნაგავია. შუქები ჩაქრობილია. აი სწორედ ასეთი თაობა გჭირდება მეგობრებო. მომთხოვნი, საკუთარ აზრს უშიშრად რომ აფიქსირებს. ჩვენი გადაცემა კი ტრადიციულად სწორედ აი ამ ნაწილზე იქნება. უთხარი არ ვარ ბაქა. 2 წლის წინ პოსტივიზე შესრულდა სიმღერა, რომელსაც მე პირადად ქართული ოცნების ჰიმნად მივიჩნევ. ამ სიმღერის სახელია ქართული დისკო. ორიგინალში სიმღერა იტალიურ ბენდს The Colors ეკუთვნის. ქვია იტალო დისკო და იმაზეა, რომ სიმღერის ლირიკული გმირი საცეკვაო მოედანზე თავის შეყვარებულს ეძებს. ქოცურ ვერსიაში კი ეს სიმღერა აი ასე ჟღერს. ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან კილერსი, Maroon 5. აქ იყო ჯეიმს ბრაუნი. სტინგის ამჯერაც ნამყოფია, მე თვითონ ნახე ლაივი. ჯიპსი მიცეკვა ჯაივი, შაკირამაც იმღერა, ელტონ ჯონმა დაუკრა, ბონიემზე ვიცეკვეთ, დავიღალეთ. იმხელა სტადიონი დრაკონებმა დახურა. და რატომ გონია ეს ქოცური ჰიმნი? იმიტომ რომ პირველივე ფრაზიდან ქართული ოცნების მთავარი მიღწევებია ჩამოთვლილი. მართლა სხვა რითი შეუძლია ქართულ ოცნებას იამაყოს თუ არა ეკონომიკურად დაქცეულ ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ბრუნო მარსის ან რობი ვილიამსის ჩამოყვანით. ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფოს, რომ ჩამოიყვანა რობი ვილიამსი, მაგრამ ერთი რამე მართლა არ უნდა გაეკეთებინა. ჩემს გვერდით ქართველი ვაჟკაცები იყვნენ და ტრაკი რო დაგვანახა, მაგრად გამიწყდა. არ იყო კაი საქციელი და მოსაფერებელი საქციელი მართლა არის. ამჯერად კანიე ვესტი ჩამოჰყავთ. უფრო სწორად ანტისემიტური განცხადებების გამო ტიპს ევროპის ტური გააუქმეს და როგორც ჩანს ფასდაკლებაში მოხდა. კანიეს ჩამოყვანამ ნეიტრალურად განწყობილ საზოგადოებაშიც კი გააჩინა ბრაზი. რადგან სანამ ქართული ოცნების ადმინისტრაციაში ბიჭები კანიეს პლეილისტს არჩევენ, კანცელარიის წინ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები ბეტონზე ათევენ ღამეს მათი შვილებისთვის სასიცოცხლო წამლის ყიდვის მოთხოვნით. ეკონომიკაში არსებობს ასეთი მარტივი ცნება, ალტერნატიული დანახარჯი. როცა ფულს ერთ რამეში იხდი, კარგავ შანსს, რომ იგივე ფული სხვა საქმეს მოახმარო. როგორც წესი, ალტერნატიული დანახარჯი ყოველდღიურ ყოფაში მარტივ მაგალითებზე განიხილება. ანუ თუ ვიყიდი შოთის პურს, ვერ ვიყიდი ფუნთუშას და პირიქით. წესით არავის უდგება არჩევანი პურსა და კონცერტის ბილეთს შორის. ასეთ შემთხვევაში რაციონალური ადამიანი ყოველთვის პურს აირჩევს, ხო? აღმოჩნდა რომ არა. მოდი დავთვალოთ ქართული ოცნების მუსიკალური გემოვნების ფასი. სახელმწიფომ შეპესე ბლექსი არენას 70 მილიონი ლარი ჩაურიცხა სუბსიდიის სახით. მარტო 2023 წელს ამ სტადიონის დამხურავი იმეჯინ დრაკონების, კილერსისა და ბრუნო მარსის ჩამოყვანაში მხოლოდ არტისტების ჰონორარებზე 37.2 მილიონი ლარი დავხარჯეთ. იცით ბილეთების გაყიდვიდან რამდენი შემოვიდა? დაახლოებით 15 მილიონი. ანუ მხოლოდ ერთ წელიწადში ამ გრანდიოზულმა დისკოთეკამ სუფთა 18-დან 19 მილიონ ლარამდე იზარალა, რომელიც ისევ ჩვენი გადასახადის გადამხდელების ჯიბიდან დაიფარა. ამ ზარალის ფულით და იმ 70 მილიონიანი სუბსიდიით სახელმწიფო სრულად და სამუდამოდ გადაჭრიდა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების პრობლემას. მაგრამ როგორც ჩანს ქართული ოცნების ლოგიკით, კანიე ვესტის სიმღერა უფრო მოიგებს ადამიანების გულებს, ვიდრე ბავშვების დახმარება. საქმე ისაა, რომ ის როგორც დღეს ბიძინას მთავრობა იქცევა, კიდევ ცალკე პოლიტიკურ ანომალიად შეგვიძლია შევრაცხო. სხვათა შორის, მედიცინასა და სოციოლოგიაში არსებობს მთელი კატეგორია დაავადებებისა, რომელსაც ქვია სიმდიდრის, ფუფუნების დაავადებები. შუა საუკუნეებში, მაგალითად, პოდაგრა სწორედ ასე დაავადებად ითვლებოდა და მას მეფეების დაავადებასაც ეძახდნენ. ამ დაავადების მიზეზი ის იყო, რომ მხოლოდ არისტოკრატებს შეეძლოთ იმდენი ხორცის ჭამა და იმდენი ტკბილი ღვინის სმა, რომ სახსრებით დასიებოდათ. ანუ სიმდიდრის გადაჭარბებული მოხმარება მათ პირდაპირ ფიზიკურ სასჯელად უბრუნდებოდა. უბრალოდ დღეს მედიცინა განვითარდა და ელიტებს ფიზიკური დაავადებების განკურნება უფრო მარტივად შეუძლიათ. აი სულიერი დაავადებებისა კი ვერა. პოლიტიკური სოციოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პარადოქსს სწორედ მართველი ელიტის რეალობისგან ფსიქოლოგიური მოწყვეტა წარმოადგენს. როდესაც ელიტა სახელმწიფო კრიზისის დროს ეროვნულ ბიუჯეტს საკუთარი აღვირახსნილი მოთხოვნილებებისთვის იყენებს, ის შეუქცევადად აუქმებს სოციალურ კონტრაქტს
და საკუთარი ხელითვე ებმება მახეში. ამიტომაც დღეს მსოფლიო ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვეცდებით, რომ საქართველოს მიმდინარე პოლიტიკურ სისტემას დაუსვათ მიუკერძოებელი დიაგნოზი. მას ასე, ქართული ოცნების 5 ისტორიული სიმპტომი. მეხუთე ადგილზე გავიდა ქართული პოლიტიკური ელიტის ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომი. ძრწოლა ავტორიტეტის წინაშე. ალბათ გაიგეთ, რომ ევროპარლამენტის 2026 წლის მაისის ანგარიში ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა. ანგარიში წერია, რომ აღშფოთებას იწვევს სასამართლოს პროცესუალური დეტალები. წესით ნორმალურ რეალობაში პატიმრის ოჯახი ამ ჩანაწერს ჩაეჭიდებოდა. მაგრამ გამოვიდა ღარიბაშვილის სოლიზმა, ალექსანდრე თამაზაშვილი და გამოაცხადა, რომ ევროპარლამენტის ანგარიში ირაკლის შეყვანა ფარისეულური ყალბი და ბინძური პროვოკაცია. ირაკლისთვის კი საქართველოა უპირველეს ყოვლისა და არაფერში სჭირდება მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების წუხილი. არადა ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან მძიმე დააციხეში. როგორც ამბობენ, დეპრესია აქვს და არავისთან კომუნიკაცია არ სურს. თურმე დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო. როგორია მთელი ცხოვრება მართლა ძაღლივი თუ ერთგულო ვიღაცას. ყველა ხუშტური აუსრულო, საკუთარი სახელი და რეპუტაცია მის ახირებებს შესწირო. მისზე უფლება არაფრად, საერთოდ არაფრად მოგიხსენიოს. ადგინა ის დაარქე, როგორც გინდა თქვენ რომელი სახელითაც გინდათ იმით მოიხსენიეთ. და ამის მერე მაინც გაგწიროს, გაგანადგუროს ისე, როგორც დაუძინებელი მტერი. ხო და ამის ფონზე მაინც რატომ იძახის ღარიბაშვილის სოლიზმა, არ გვინდა ევროპარლამენტის დახმარება? საქმე ისაა, რომ ქართული ოცნების წრეებში არსებობს ერთი დაუწერელი წესი, რომელსაც არასოდეს არც ერთ ვითარებაში არ უნდა გადაუხლო. ბიძინას წინაშე ბოლომდე ერთგული და შეუდრეკელი უნდა ჩანდე. შიგნით შეგიძლია აკრიტიკო მინისტრები, პრემიერიც კი, მაგრამ ერთადერთი მომაკვდინებელი ცოდვა ბიძინას დაწესებული წესების დარღვევა. და ამ ერთგულების დასამტკიცებლად შეიძლება საკუთარი თავიც კი გაწირო. ან სულად საკუთარი სიძე დატოვო ციხეში, ოღონდ მთავარმა მასპინძელმა არ იფიქროს, რომ დასავლეთისკენ გაიხედა. სხვათა შორის ისტორიაში ასეთი მორჩილების საკმაოდ საინტერესო მაგალითები გვხვდება. 1601 წლის 13 ოქტომბერი, პრაღა. საღვთო რომის იმპერატორის რუდოლფ მეორის კარზე იმართება გრანდიოზული ბანკეტი. სუფრასთან ზის ცნობილი ასტრონომი ტიხო ბრაჰე. მან უამრავი საჭმელი და სასმელი მიიღო, რის გამოც შუა ქეიფში საშინლად მოუნდა საპირფარეშოში გასვლა. მაგრამ სამეფო კარის წესების მიხედვით, სანამ თავად ბანკეტის მასპინძელი არ დატოვებდა სუფრას, მაგდიდან ადგომა და ოთახიდან გასვლა ეტიკეტის უმძიმეს დარღვევად ითვლებოდა. ტიხო ბრაჰემ ჩათვალა, რომ იმპერატორის თანდასწრებით წესის დარღვევა მიუტევებელი ცოდვა იქნებოდა და გადაწყვიტა ბოლომდე მოეთმინა. დასაკარგიც ჰქონდა პრინციპში. სოციალური სტატუსი. იმპერატორი რუდოლფ მეორე რთული ხასიათების კაცი იყო, სხვა შორის დიდებული მეღვინე. შეიძლება ტიხოსთვის ეთქვა, ნუ თუ ჩემი ღვინო იმდენად ცუდია, რომ შენს ორგანიზმს მისი ასე სასწრაფოდ მოცილება მოუნდა. ტიხოც იჯდა, იღიმოდა და ითმენდა. ამ კაცრმა მორჩილებამ იქამდე მიიყვანა, რომ სახლში დაბრუნებულმა მოშარდვა საერთოდ ვეღარ შეძლო. ურემია დაემართა. ეს არის დაავადება, როცა შარდის სხეულიდან ვეღარ გამოდის. სისხლში კი აზოტოვანი ნარჩენები და ტოქსინები გროვდება. 11 დღიანი გაუსაძლისი ტკივილის შემდეგ ტიხო ბრაჰე გარდაიცვალა. ღარიბაშვილს დიდხანს სიცოცხლეს უსურებ, მაგრამ ის და მისი სიძე დღეს ნამდვილად ტიხო ბრაჰეს როლში არიან. ერთი განსხვავება ისაა, რომ ბრაჰეს რაღაც ნამდვილად ჰქონდა დასაკარგი, სოციალური სტატუსი მაგალითად. ღარიბაშვილს კი ეგ უკვე დაკარგული აქვს და ვერ ხვდები შარდის ბუშტის გახეთქვამდე რატომ იკავებს თავს. ისე კი ტიხო ბრაჰესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ერთი მსგავსებაა, ორივე აკადემიკოსია. ასეთი თხოვნა გვაქვს, რომ ესე იგი აკადემიკოსის სტატუსი რომ მივანიჭოთ, რამდენად იქნება შესაძლებელი. ესე იგი ჩათვალეთ, რომ ეგ შეიძლება გავაკეთოთ ბატონი ირაკლისთვის. მე მიმაჩნია და მინდა საერთოდ იცოდეთ თქვენ რეზოლუციის ჩავერიდასაც უხარი და ბატონებთან მემკვიდრე დარიგო აკადემია უჭერს სრულთასრულად ხალხს სრულთასრულად ეს არის და მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილზე გავიდა ელიტური კოლაფსის ის ფაზა, როდესაც მმართველი კლასი საკუთარი კორუფციის სიმძიმეს ვეღარ უძლებს. ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი გიორგი უძილაური დააკავა. დიახ, ის უძილაური, რომელიც მანამდე პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ქართულ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო და ასევე სავარაუდოდ Facebook ტროლი მიხეილ უკრაინოლოვი. უძილაური იყო,
ის გაიხადა სააკაშვილმა პირად მტრად, ეგრევე გეკერებოდა მოსყიდულის და რაღაცა რეტროგრადის თუ რაღაც რუსეთის აგენტი მაშინ არ იყო. არა, ჯერ არა. რუსეთის აგენტი 2007-დან დაიწყო. გახსოვთ. პარალელურად სუსმა თავისივე ყოფილი და შსს მოქმედი თანამშრომლების დაიჭირა. როცა ასეთი რანგის და წარსულის მქონე ხალხი ერთმანეთს იჭერს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს. სისტემაში ძალიან ბევრი ნასუქარი ჩინოვნიკი დაგროვდა. საკვებურთან ადგილი აღარ არის და ამხელა კორუმპირებული წონის ტარება სისტემას აღარ შეუძლია. იატაკი უკვე იზნიქება. ისტორიამ ძალიან კარგად იცის, თუ რა მოსდევს ელიტის ზედმეტ დამძიმებას. 1184 წელს გერმანიის მეფე ჰენრი მე-6-მ ერფურტის პეტერსბერგის ციტადელში საღვთო რომის იმპერიის ყველაზე გავლენიანი დიდგვაროვნები, გრაფები და ლორდები შეგება. ეს უმაღლესი ელიტა ციტადელის მეორე სართულის დარბაზში მოგროვდა, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. მძიმე აბჯარში, მდიდრულ ტანსაცმელსა და ძვირფასეულობაში გამოწყობილი ასეულობით დიდგვაროვნის საერთო წონამ იმდენად გადააჭარბა დასაშვებ ნორმას, რომ ხის იატაკმა ვეღარ გაუძლო და ძლიერი ხმაურით ჩაინგრა. მაგრამ მთავარი საკითხია, სად ჩაცვიდნენ. საქმე ისაა, რომ შუა საუკუნოვან არქიტექტურაში სანტექნიკა და კანალიზაცია არ იყო გათვალისწინებული. საპირფარეშოებიდან განავალი უწყვეტად გროვდებოდა ერთ დიდ ორმოში. ამგვარად, ეს დიდგვაროვნები თავისი ძვირფასი აბჯარ ტანსაცმლით პირდაპირ უზარმაზარ გადავსებულ ჩეჩმაში აღმოჩნდა. 60-დან 100-მდე გავლენიანი დიდგვაროვანი 7-8 მეტრის სიღრმის ფეკალიების ორმოში დაიხრჩო. ზოგი კი მეთანის გაზით გაიგუდა. ეს არის სოციალური იერარქიის გათანაბრების ყველაზე საშინელი და ირონიული ისტორიული მაგალითი. როცა შენი ძალაუფლება, სიმდიდრე და არისტოკრატიული წარმომავლობა აბსოლუტურად აზრს კარგავს და პირდაპირ მნიშვნელობით საკუთარ მერში იხრჩობ. და მოდი, კარგად დავთვალოთ, რეალურად რა სიმძიმე აწევს ახლა ამ იატაკს, ქოცურ იატაკს. მარტო ბოლო 10 წელში ოცნებასთან დაახლოებულმა პირებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან, ანუ ბიუჯეტიდან 5 მილიარდი ლარი მიითვისეს. 5 მილიარდი. ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ დეპუტატ გიორგი ჭყონიას კომპანია გზაზე, რომელმაც ბიუჯეტიდან ასობით მილიონი ლარი აითვისა. ხომ გახსოვთ ეგ ინფორმაცია? მაგ ამბავში განახლება გვაქვს. მოგვაწოდეს ახალი ინფორმაციები. თურმე როცა გიორგი ჭყონიასნაირი ქოც ბიზნესმენები ტენდერებს იგებენ და გზებს აგებენ, ამ გზების ინფრასტრუქტურის ხარისხს ვინ ამოწმებს, იცით? პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, გიორგი ჯაფარიძის თანამფლობელობაში არსებული კომპანია შეპესე ექსპერტ ჰაუსი. დიახ, ექსპერტ ჰაუსმა 2018 წლიდან დღემდე 11 მილიონამდე ლარი მიიღო. ამ ხნის განმავლობაში 24 ტენდერი მოიგო და 8 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. როგორი ვდგებით იცით და გინდათ რომ მოსახლეობას ესე მიყიდოთ. მოსახლეობა იცით რა მოიგო ტენდერი, მე რა მოიგო. სულ ბოლოს, ახლა 2026 წლის აპრილში მესტიის მუნიციპალიტეტმა 990.000 ლარის ტენდერი პირდაპირ მათ ჩაუდო ჩიბეში. რომ რაღაცა ჩემი შვილი არის, ჩემ შვილს ცხოვრების უფლება არა აქვს, როგორ გეკადრება? და რას აკეთებს ამ მილიონებში ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანია? ძირითადი საქმიანობა ზედა მხედველობა გაუწიოს მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურულ სამშენებლო სამუშაოებს. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ერთი კომპანია მოიგებს მილიონიან ტენდერს, რაღაცას ააშენებს, მიაფუჩეჩებს, მერე მივა მეორე ქოცი დეპუტატის შვილის კომპანია შეამოწმებს ამ თავისიანის გაკეთებულ საქმეს და ამის ამშენებლის მარჯვენას დალოცავს. ასე რომ იატაკის ჩანგრევის ბევრი მიზეზი არსებობს, კორუფციის სიმძიმე თუ უხარისხო მასალები. ამიტომაც ქართული ოცნების მმართველო ელიტა, დღეს თქვენ ზუსტად ერფურტის ციტადელის მეორე სართულზე დგახართ. ორ ფეხზე. ყარად და ამაყად. ყარად და ამაყად ვიდგებით. სულ ტყუილად ხოთაშორის. რადგან ამხელა კორუფციის, სინიზმისა და სიხარბის სიმძიმეს ეს ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. იატაკი ჩაინგრევა და მთელი თქვენი პოლიტიკური ელიტა ზუსტად იქ აღმოჩნდება, სადაც საღვთო რომის იმპერიის დიდგვაროვნები აღმოჩნდნენ. ეს არის გარდაუვალი. ეს არის აი როგორ გითხრათ, ეს არის აქსიომა, ეს არის 2x2 4. კი ბატონო. მაგრამ მე ერთი კეთილი რჩევა მექნებოდა. თქვენს სამშენებლო პროექტებზე, თქვენი ბავშვების ნაცვლად, ექსპერტად, აი ეს ბავშვი დანიშნეთ. ზუსტ შეფასებას დაგიდებთ და იქნებ გადარჩეთ ჩეჩმაში ჩაცვენას. ვერ დადიენ ახალე, სულ ნაგავია.
შუქები ჩაქრობილია. არა, ბაქან. მესამე ადგილზე გავიდა ტერმინალური დელუზიის კიდევ ერთი მძიმე სიმპტომი. ფასადური მეგალომანიური ინფრასტრუქტურა, რომელიც თავიდანვე სიკვდილისთვისაა განწერილი მეგობრებო. დააკვირდით ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების მთავარ სიამაყეებს. გურიის ჭაობებში გემებით ნათრევი გიგანტური ხეები, დენდროლოგიური პარკი და შუა მინდორში წამოჭიმული ბლექსი არენა. პროპაგანდა ამას ისე გვაწვდის, თითქოს ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობისთვის შექმნილი უდიდესი სიკეთეა. სინამდვილეში ეს არის ერთი კაცის ეგოსა და ახირებაზე მორგებული ეკონომიკური ლოგიკიდან სრულიად ამოვარდნილი სისტემები. როგორც უკვე დავთვალეთ, ბლექსი არენა იმიტომ კი არ აშენდა, რომ იქ ქართულმა შოუ-ბიზნესმა ფული იშოვოს ან ეკონომიკა განვითარდეს. არამედ იმიტომ, რომ ელიტამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მილიონი გაისროლოს და თავისი საყვარელი სიმღერები ლაივში მოისმინოს. აქვე შეგახსენებთ პანორამა თბილისის შედეგებს. მილიარდიანი პროექტი, რომლისთვისაც სოლოლაკის ქედს ლანდშაფტური ზონის სტატუსი მოუხსნეს, გენერალური გეგმა შეცვალეს და ისტორიულ დედაქალაქს თავზე დაასხდნენ. ხვალ რომ ბიძინას მოუნდეს, კალაძე გამოვა და ნარიყალასაც დროებით დამხმარე ნაგებობის სტატუსს მიანიჭებს. ვისია ეს მაშენებელი კომპანიები? ვისი და პანამასა და კაიმანის კუნძულებზე დარეგისტრირებული ბუნდოვანი შეპესეების. ოღონდ ამ შეპესეებში ვინ მუშაობს კაცმა არ იცის, რადგან კაიმანის კუნძულებზე ადამიანზე მეტი იგუანა ცხოვრობს. სხვა შორის არ ვიცი თუ არა, მაგრამ იგუანებს კომუნიკაციის ერთადერთი ფორმა აქვთ, თავის ქნება. კიც თავის ქნება, არაც თავის დაქნევაა. ჩხუბის და შერიგებაც, ყველაფერზე თავს აკნევენ. აქვე ერთი საინტერესო ფაქტი. ახალგაზრდა იგუანებს, როგორც წესი, კუჩში არ აქვთ საკმარისი გადამამუშავებელი ბაქტერია. ამიტომაც იმისათვის, რომ გადარჩნენ, უწევთ კოპროფაგია, ანუ უფროსი იგუანების ფეკალიების ჭამა. ამიტომაც სულ არ მიკვირს, რომ ეს არსებები ქართულ ოცნებას შტატში აიყვანა. რადგან ისინი ქოცი ჩინოვნიკის ორივე კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. პირველი, ყველაფერზე თავის ქნება და მეორე, იმის ჭამა. მოკლედ, როგორც ჩვენში იტყვიან, ამ ოფშორული პროექტებით კუნძულ კაიმანზე მართლა კაიმანი კეთდება. დედისტრაკი. ახლა ისევ იმ თემას უნდა დაუბრუნდეთ, რითიც დავიწყეთ. თუ გაინტერესებთ, რა ბედი ეწევა ბიზნეს წასვლის შემდეგ, მის ძვირიან სათამაშოებს, ბლექსი არენას, აბასთუმნის რეზიდენციას, პანორამა თბილისს, პასუხისთვის ყოფილ ზაირის რესპუბლიკაში, დღევანდელ კონგოში უნდა ვიმოგზაუროთ. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ზაირს მართავდა სასტიკი და კორუმპირებული დიქტატორი მობუტუ სესე სეკო. მობუტუ სესე სეკო კუკუმბენდუ ვაზაბანგა. სანამ მისი ქვეყანა შიმშილობდა და ინგრეოდა, მობუტუმ გადაწყვიტა თავის მშობლიურ, მიყრუებულ სოფელ გბადოლიტში ულამაზესი მარმარილოს სასახლე აეშენებინა. იქ შეიტანა ვენეციური ჭაღები, უძვირფასესი ავეჯი და ეს ყველაფერი ველურ ჯუნგლებში ჩადგა. მეტიც, პირდაპირ ჯუნგლებში ააშენა საერთაშორისო აეროპორტი ისეთი გრძელი ასაფრენი ბილიკით, რომ იქ ულტრათანამედროვე კონკორდს დაჯდომა შეძლებოდა. და რატომ? იმიტომ, რომ მობუტუს და მის სოლს პირდაპირ ჯუნგლებიდან პარიზში საშოპინგოდ ფრენა უყვარდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გბადოლიტში სხვა თვითმფრინავებს გადაფრენა აეკრძალათ. რადგან თვლიდა, რომ მაღლა ცაში მხოლოდ მას შეეძლო ყოფნა. უფრო მეტიც, ახალი ამბების ყოველი გამოშვება ესეთი კადრით იწყებოდა. ღრუბლებში მოლივლივე მობუტუ სესე სეკოთი, რომელიც ხალხს ღმერთივით უნდა ეიმედებოდეს. არის ინტერესები. ვიძინას და ღმერთის იმედად ვარ ჩვენ. კი. ღმერთი მიტრიალებული იყო ჩვენგან, იცი, როგორ ჩანს მოვინანიეთ და მოტრიალ და ჩვენსკენ და გადმოაგდო ბიძინა. აქვე ჩემს მოკრძალებულ აზრსაც დავაფიქსირებ, რომ ღმერთმა კი არ გადმოგვიგდო ბიძინა. ღმერთმა სასჯელის ნიშნად გვესროლა ბიძინა. მოკლედ გბადოლიტში ამ ადგილს ჯუნგლების ვერსალი შეარქვეს. ეს იყო მობუტუს ბლექსი არენა, დენდროლოგიური პარკი, პანორამა თბილისი და აბასთუმნის რეზიდენცია ერთად. მაგრამ რა მოხდა 1997 წელს, როდესაც მობუტუს რეჟიმი დაემხო და ის ქვეყნიდან გაიქცა. რადგან ეს სასახლე ხალხისთვის არ იყო შექმნილი და ბუნებრივ ეკონომიკურ ფუნდამენტზე არ იდგა, ის უბრალოდ მოკვდა. დღეს ჯუნგლების ვერსალი განადგურებულია. ვენეციური მარმარილო ხავსმა დაფარა. ჭაღები ჩამოიმტვრა. მიტოვებული კონკორდის აეროპორტი ტყემ გადაყლაპა და მობუტუს საძინებლებში ახლა მისივე ზოოპარკის ზებრები და მაიმუნები ცხოვრობენ. ხოლო კონგოელი ბავშვები ამ ნანგრევებში დადიან და ამბობენ. ვერ დადიან ხარე, სულ ნაგავია. შუქები ჩაქრობილია. არა, ბაქან.
მეორე ადგილი. მეორე ადგილზე გავიდა ელიტური დელუზიის კიდევ ერთი მძიმე ფორმა, ესკაპიზმი. ანუ რეალობიდან გაქცევა ძვირადღირებული სათამაშოებით. შარშან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ქუთაისის ტექნოპარკისთვის, რომელიც წესით ყოფილი პარლამენტის შენობაში უნდა იყოს, 711.800 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. იცით რა უნდა იყიდონ ამ ფულით? 2 ჰუმანოიდი რობოტი, რობოტული მკლავები და 2 ერთეული რობოტი ძაღლი. იცით რა შეასაქმე? როცა მაღალ ტექნოლოგიური სახელმწიფო გაქვს, კი შეგიძლია ამ ტექნოლოგიური საოცრებების ყიდვა და განვითარება. ბოლო-ბოლო ჩინეთმა ილონ მასკს უზარმაზარი ოდენობის შეღავათები დაუწესა, რათა ელექტრომობილების ქარხნები ჩინეთში გაეხსნა და იქაურ მწარმოებლებს ესწავლათ, რა და როგორ კეთდება. თუ ჩვენ გვჯერა, რომ ქუთაისის ტექნოპარკში ეს რობოტები და ძაღლები იმისთვის ჩამოყავს, რომ მერე თავად დავიწყოთ რობოტების წარმოება, ეს ძალიან ლოგიკური იქნებოდა და პირიქით, მისასალმებელი ჩვენი მხრიდან. მაგრამ რა ვიცი, გჯერათ, რომ ქართული ოცნების პირობებში, როცა ილიას უნივერსიტეტს, ერთადერთ უნივერსიტეტს, რომელიც რობოტიკის განვითარებას უწყობს ხელს, ხურავენ, რაიმე სახის ტექნოლოგიური წინსვლა გვექნება. ერთ რამეს მოგიყვებით, მე-19 საუკუნის ბოლოს ჩინეთის იმპერია უმძიმეს კრიზისში იყო. ქვეყანას იაპონიასთან ომი ემუქრებოდა და ჩინეთის ფლოტს სასწრაფოდ ჭირდებოდა მოდერნიზაცია, ახალი გემები და შეიარაღება. იმ ხანად ჩინეთს მართავდა იმპერატორი ცისი. და რა გააკეთა ცისი? მან აიღო საზღვაო ფლოტის გადასარჩენად განკუთვნილი ფული და შეახარჯა თავის საზაფხულო სასახლეს. ლოგიკა ასეთი იყო: თუ უცხოელები ნახავდნენ, რა დიდებულ სასახლეებში ცხოვრობდნენ ჩინეთის იმპერატორები, რატომღაც პატივისცემა უნდა გასჩინოდათ და მოწიწება. ამის კულმინაცია იყო ტბაში აშენებული უზარმაზარი მარმარილოს ნავი. რა თქმა უნდა, ვერსად მიცურავდა, მაგრამ სამაგიეროდ ცისის შეეძლო ზედ მჯდარიყო. ჩაიდაელია იმიტირებული ტალღებისთვის ეყურებინა და თავი მოდერნიზებული ძლევამოსილი ფლოტის მეთაურად ეგრძნო. მერე კი დაიწყო ომი. ჩინეთის რეალური, მაგრამ დაუფინანსებელი ფლოტი იაპონელებმა ერთიანად ჩაძირეს. იმპერიამ კატასტროფული მარცხი განიცადა. ტბაში გაჩერებული გემიდან კი ზარბაზანი ბუნებრივია ვერ გაისროლეს. ქუთაისის 711.000 ლარიანი ემოციური რობოტი ძაღლები დღეს ქართული ოცნების მარმარილოს ნავია. ჩინეთის იმპერატორმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფული იმიტირებულ დეკორაციაში გადაყარა. ამათ კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსები იმიტირებული ემოციების მქონე ძაღლებში. არის აქ სხვა ირონიული ასპექტიც. ჩინურ ენაში არის ერთი ასეთი გამოთქმა: ტალღებს, რომლებსაც ხომალდი მიაქვთ, მისი გადაყირავება შეუძლიათ. რაც გულისხმობდა, რომ ხალხს არამხოლოდ მმართველების შენარჩუნება შეუძლია, არამედ მათი ჩამოგდებაც. და ის მარმარილოს გემი, რომელიც ჩვენ წეღან ვახსენეთ, სწორედ ამ ჩინური გამოთქმის საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად ააშენა ეგომანიით შეპყრობილმა იმპერატორმა. გემი ახლას დგას, მაგრამ ამ ხელოვნური გემის გამო განადგურდა ნამდვილი ფლოტიც და შემდგომ უკვე იმპერიაც. აქვს ისტორიას ირონიისა და იუმორის გრძნობა და ყველა განათლებულმა მმართველმა იცოდა ეს. ივანიშვილმა კი ეს არ იცის, რადგან როგორც 10 განსვენებული გიორგი შენგელაია იყო და უსწავლელი კაცია. ვადრევ ამ წიგს, რომ ბიზნესა გამოგადგებათ ეს, რომ უფრო სახელმწიფო კარგად მოაწყობდა. დადო თაროზე და მეუბნება, ჩემი სული ამერიკაში ეხაო, ჩამოვა და წამიკითხავს. დაიკითხავს და მომიყვებო. მოკრეშინარს. და ბოლოს, პირველ ადგილზე გავიდა ალბათ არსებულთაგან ყველაზე ირონიული ტრაგედია. ეს ნაწილი მინდა განსაკუთრებით იმ ხალხს მიუძღვნა, ვისაც დღემდე გონია, რომ ქართულ ოცნებასთან სიახლოვე, მათი პრივილეგიებით სარგებლობა და ამ ელიტური ბანკეტის მაგიდასთან ჯდომა ძალიან უსაფრთხო და მომგებიანი რამეა. მე-13 საუკუნეში რომს მართავდა იმპერატორი ჰელიო გაბალუსი. ტახტზე ავიდა 14 წლის ასაკში. და თუ გაინტერესებთ როგორ იქცეოდა, გაიხსენეთ საკუთარი თავი 14 წლის ასაკში. ოღონდ წარმოიდგინეთ, რომ ყველა გემორჩილებათ. ხო კატასტროფაა. დებოშები, უსასრულო წვეულებები, სკანდალები, მოკლედ იმდენად შეაწუხა ყველა, რომ 18 წლის ასაკში რომაელი იმპერატორების ტრადიციული სიკვდილით მოკვდა. გადატრიალებისას აჩეხეს. მაგრამ ჩვენის მოკლე 4 წელი გვაინტერესებს, რადგან სწორედ ექსტრავაგანტული ფუფუნებით გაითქვა სახელი. ერთ-ერთ წვეულებაზე თინეიჯერმა იმპერატორმა ჩაიფიქრა, რომ სტუმრებისთვის სიურპრიზი მოეწყო და ჭერში დამალა წარმოუდგენელი ოდენობის ვარდის ფოთლები. რაღაც მომენტში ეს მექანიკური ჭერი გაიხსნა და სტუმრებს თავზე დაეყარა, როგორც
კულტურის მინისტრის თიკა რუხაძის მილიონერი დაქალი იტყო და მილიონ ალეხრა 628,000-იანი ხელშეკრულება თიკა რუხაძის რეკომენდაციით მიიღეთ. მილიონ ალეხრა წარმოიდგინეთ ეს სურათი. რა ლამაზად და პომპეზურად დაიწყო ყველაფერი, არა? მაგრამ ვარდის ფურცლების ეს მასა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ სტუმრების ნაწილი ამ ძვირად ღირებული სურნელის და ხავერდის ქვეშ ცოცხლად დაიმარხა და გაიგუდა. დიახ, ეს იყო სუფთა აბსურდული ფუფუნება, რომელმაც ელიტა უბრალოდ ამოახრჩო. იზაკნა მიზიშტი ეს არის თქვენი პასუხი ქალბატონო ნინო? აქ ისაა საინტერესო, რომ ეს ისტორია არის ერფურტის საპირფარეშოს კატასტროფის ზუსტი, აბსოლუტური, სარკისებრი ანარეკლი. გახსოვთ მეოთხე ადგილზე რომ გიყვებოდით. თუ ერფურტში ელიტის ფეხქვეშ ხისიატაკი ჩაინგრა და დიდგვაროვნები მყრალ ფეკალიებით სავსე ორმოში დაიხრჩნენ, ჰელიო გაბალუსის ბანკეტზე პირიქით მოხდა. იქ ჭერი გაიხსნა და ელიტა სურნელოვან ვარდებში გაიგუდა. მაგრამ იცით რა არის აქ მთავარი? შედეგი აბსოლუტურად ერთია. რა მნიშვნელობა აქვს სისტემა ძირს ჩაგაგდებს და ზღნერში ჩაგახრჩობს, თუ ზემოდან გაიხსნება და პრივილეგიებში გაგუდავს. ერფურტის განავალი იქნება ეს თუ ჰელიო გაბალუსის ვარდები, საბოლოო ჯამში ორივე შემთხვევაში შენ უბრალოდ გვამიხარ. და აქ მივდივართ ჩვენს დღევანდელ რეალობასთან. იმ ჩინოვნიკებთან, ბიზნესმენებთან და მლიქვნელებთან, რომლებიც დღეს სამთავრობო ბანკეტზე სხედან და ზემოდან ქოცური პრივილეგიები აცვივად. 70 მილიონიანი კონცერტის VIP ბილეთები, ულიმიტო ჯიპები, ტენდერებიდან მოტეხილი მილიონები და ჩარტერული რეისები. ეს ყველაფერი არის ის ვარდის ფურცლები, რომელსაც სისტემის მექანიკური ჭერი გაყრით თავზე. თქვენ გონიათ რომ ეს ფუფუნებაა? გონიათ რომ დაცულები ხართ და სხვებზე მაღლად გახართ? სინამდვილეში კი უბრალოდ იმ ელიტურ ხაფანგში ზიხართ, სადაც ჟანგბადი აღარ არის. იმიტომ რომ ისტორიას ერთი რამ ახასიათებს. ელიტური იზოლაცია საბოლოოდ ყოველთვის კლავს თავის შემქმნელს. და ბოლოს, რადგან ჩვენი დღევანდელი გადაცემა ქართული დისკოთი დავიწყეთ, მინდა ამავე სიმღერით დავასრულო. იცით ეს სიმღერა როგორი სიტყვებით სრულდება? აი ასეთით. როცა გაჩუმდება ყველა, შენი ჯერია DJ. დამიჯერეთ მეგობრებო, ეს ბოლო ფრაზა შენი ჯერია DJ ქართული ოცნების ჩინოვნიკებისთვის ყველაზე საზარელი მოსასმენია. მინდა ერთი ძველი ვიდეო გაგახსენოთ. ცუდი ხარისხია, მაგრამ თუ დააკვირდებით, კარგად გაარჩევთ. ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და გიორგი გახარიან სადღაც კლუბში DJ-ის პულტთან დგანან და ერთად უკრავენ. ჯერ ცა ლურჯია, მომავალი უღრუბლო და ჯიბეები სქელი. ნახეთ რა ბედნიერები არიან. გონიათ რომ ეს ტრეკი არასდროს დასრულდება. მაგრამ დრო გავიდა და რა მივიღეთ? ამ სამი მთავრობის DJ-დან ერთი ქვეყანაში ვეღარ ბრუნდება. მეორე ციხეშიზის. მესამეს თავზე კი რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს პოსტს, სულ უფრო და უფრო ქუჩდებიან მუქი ღრუბლები. და ალბათ ღამე რომ იძინებს, სიჩუმეში საიდანღაც ჩაესმის ეკო. ახლა შენი ჯერია DJ. შენი ჯერია DJ. ასე ხდება, როცა მთელი კარიერა ოლიგარქის დაკლულზე ცეკვავ და მის სიტყვებზე ფონოგრამასავით პირს აღებ. ბოლოს მუსიკა აუცილებლად ჩერდება. ელიტური იატაკი ინგრევა და აღმოაჩენ, რომ განავლის ორმოში ზიხართ. თავზე ვარდები გაყრია. მით უმეტეს ხომ გახსოვთ? ვართა და ნეხვთა ვინადგან მზე სწორად მოეფინების. დღეისათვის სულ ეს იყო. მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა რომ აკომენტარებთ და ალაიქებთ. ბოლო დროს სხვათა შორის სულ უფრო და უფრო ხშირად გვიკომენტარებთ და ეს ძალიან მაგარია, რადგან YouTube-ის ალგორითმი ასე მუშაობს. რაც უფრო მეტი ლაიქი და კომენტარი აქვს ვიდეოს, ის უფრო ფართო აუდიტორიებზე გადის. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირას. დროებით.